მე დავიბადე აპრილის თვეში. 1895 წლის 2 აპრილს დაიბადა ტიციან ტაბიძე. და ეს თარიღი ძალზე მნიშვნელოვანია ქართული კულტურული სივრცისთვის. წელს 130 წელი შესრულდა მისი დაბადებიდან. ეთერშია ლიტერატურული პანორამა, ტრადიციულად ჩვენთან ერთადაა პროფესორი გურამ ბენაშვილი. მოგესალმებით, ბატონო გურამ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა ტიციან ტაბიძე, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1911 წლიდან იბეჭდებოდა კოლხიდაში, ერში, თეატრსა და ცხოვრებაში. მერე როგორ დადგა ახალი ეტაპი ქართულ ლიტერატურულ ცხოვრებაში და ცისფერყანწელთა ლიტერატურული ორდენის ერთ-ერთი ლიდერი როგორ გახდა ტიციან ტაბიძე. ეს არის მე-20 საუკუნის დასაწყისი, როდესაც საქართველოში დაიწყო აღორძინება რაღაცა გარკვეულად ესე ვთქვათ, ლიტერატურულმა ცხოვრებამ. აი ამ თაობამ ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი როლი ითამაშა საერთოდ მე-20 საუკუნის ლიტერატურის თვალსაზრისით. მათ დაამკვიდრეს მაღალი კლასი საერთოდ ესე იგი ლიტერატურისა, მაღალი დონე ლიტერატურისა თაობა, ღირსეული თაობა, ძალზედ მნიშვნელოვანი და საოცრად ესე ვთქვათ საინტერესო. აი მათ შორის ვინც ირჩეოდა აი ამ შესანიშნავ ასე ვთქვათ მწერალთა შორის ერთი რა თქმა უნდა ტიციან ტაბიძე იყო. ჩვენ ვიცით რომ მე-20 საუკუნე იწყება იმ ლიტერატურული მიმდინარეობის თაყვანისცემით, რომელსაც სიმბოლიზმი ქვია, ფრანგული ლიტერატურული სკოლა, რომელმაც მთელი ევროპა მოიცვა და ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ მან საქართველოშიც იბარტყა, თუ შეიძლება ასე ითქვას. და აი მთელი სკოლა შეიქმნა ესე იგი სიმბოლისტებისა, რომელთაც დაირქვეს ცისფერყანწელების ესე ვთქვათ ესეთი საოცარი სიმბოლიური სახელი, პავლო იაშვილისაგან ნაგარნახევი, აი ცისფერყანწელები, რომელთაც ესე იგი ფაქტიურად დასაწყისი მე-20 საუკუნისა 10-იანი, 20-იანი, 30-იანი წლები, სწორედ მათი ნიშნით ასე ვთქვათ მიმდინარეობს და ისინი ასე ვთქვათ კვებავენ ქართულ სულიერებას თავისი შესანიშნავი და ბრწყინვალე ესე ვთქვათ შემოქმედებით. მათ შორის ირჩეოდა რა თქმა უნდა და განსაკუთრებულ ასე ვთქვათ მნიშვნელობას იძენდა სწორედ ტიციან ტაბიძის შემოქმედება. ტიციან ტაბიძე მოდის როგორც შვენიერი და ბრწყინვალე ასე ვთქვათ სიტყვის ოსტატი, რომელმაც ღრმად შეიცნო სხვათა შორის საკმაოდ რთულად აღსაქმელი სიმბოლიზმის ასე ვთქვათ რაობა, თეორია, აი სიმბოლიზმის ესთეტიკა საერთოდ. და თუ ვინმეს ერქმის საერთოდ ასე იგი აი ამ დროის მწერლობაში სიმბოლისტი და ცისფერყანწელი, ერთი უპირველეს ყოვლისა რა თქმა უნდა ტიციან ტაბიძეც არის. პავლო იაშვილთან მინდა გავიმეორო, ვალერიან გაფრინდაშვილთან და კოლაუ ნადირაძესთან ერთად. 1916 წელს უკვე გამოდის ჟურნალი ცისფერყანწები. როგორია მათი ლიტერატურული განაცხადი? ისინი საოცარი პრეტენზიით შემოდიან საერთოდ ესე იგი ლიტერატურაში თამამნი რაღაც ისეთი თავის თავში დარწმუნებულნი და ამავე დროს გარკვეულად ესე ვთქვათ შეყარებულნი საერთოდ ესე იგი ლიტერატურასა და პოეზიაში. სხვა შორის მათი მოწაფეობის პერიოდი არც კი დამდგარა. ისინი რაღაცა პირველივე ლექსებიდან რაღაც ისეთ ჩამოყალიბებული პოეტებად წარმოუდგნენ ესე იგი საზოგადოებას. ეს იყო უნიჭიერეს, აი მე ვიტყოდი ესე იგი დიდი ტალანტით დაჯილდოებულ, ასე ვთქვათ, ახალგაზრდათა შეკრება, სკოლა, რომელმაც ესე იგი რაღაც დიდი როლი ითამაშა უეჭველად საერთოდ მე-20 საუკუნის ლიტერატურის თვალსაზრისით. მათ ასე ვთქვათ მისცეს დიდი სტიმული საერთოდ ლიტერატურას და თუ მე-19 საუკუნე ითვლება ერთ ბრწყინვალე და შესანიშნავ საუკუნედ ლიტერატურისა, მე გულწრფელად მინდა განვაცხადო და თამამად, რომ მე-20 საუკუნე არ ჩამორჩება, ნამდვილად არ ჩამორჩება
მე-19 საუკუნის ლიტერატურას, აქაც ბრწყინვალე, ასე ვთქვათ, გამონათებები და გამოსხივებები იყო დიდი პოეზიისა, დიდი ლიტერატურისა და მათ შორის ესე იგი ვინც დაუდო საფუძველია ისტორიად ამ დიდი ლიტერატურის მომავალ განვითარებას, სწორედ ცისფერყანწელები იყვნენ და აი ამ ცისფერყანწელებში სწორედ ტიციან დაბიძე ირჩეოდა უეჭველად. ტიციანი როგორ განმარტავს სიმბოლისტურ თეორიას თავის წერილში ცისფერი ყანწები, ცნობილ წერილში? სიმბოლიზმი ეს არის რაღაც ახალი აღქმა საერთოდ სინამდვილისა, უფრო შინაგანი იმპულსებით, ასე ვთქვათ, შექმნა ესე იგი ლექსისა და პოეზიისა. მას თავისი თემები აქვს, მას თავისი სულიერი, ასე ვთქვათ, სამყარო აქვს. იგი სცილდება რაღაც გარკვეულად იმ რეალობას, რა რეალობაშიაც ესე იგი ცხოვრობენ პოეტები. ის უფრო რაღაც სხვა სამყაროში გადასვლის რაღაც გარკვეულ ტენდენციებს ამჟღავნებს. საკმაოდ რთულია საერთოდ ესე იგი ეს ლიტერატურული სკოლა. ეს არ არის ადვილად, ასე ვთქვათ, ასახსნელი და ადვილად გადმოსაცემი, აი რა სითვალისწინებს საერთოდ სიმბოლიზმი. ეს ძალზედ საინტერესო იყო, მაგრამ ყველაზე უკეთესად ის მაინც საფრანგეთში დამკვიდრდა. მე ვიტყოდი, რომ ქართული სიმბოლიზმი უფრო წამიერიც იყო, უფრო გაელვება იყო. მათში უფრო სჭვივის რეალისტურისადმი, ასე ვთქვათ, მიდრეკილება. ეს უფრო ის იყო, იცით, რაღაც ახალგაზრდული ჟინის, რაღაც აღტაცებისა და რაღაც ახლის ძიების განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, მიდრეკილებანი. ახალგაზრდა ტიციანი, ახალგაზრდა პაოლო, ახალგაზრდა ვალერიანი და სხვები. ბუნებრივია, ესე იგი ეძებენ ახალს. რაღაც დიდი პოეზიის შვილები კი არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ახლისკენ ისწრაფიან, იმიტომ რომ გამოჩნდეს მათი განსაკუთრებული დამსახურება ქართული მწერლობის წინაშე. როცა რაღაც მიმდინარეობას ამკვიდრებ, შენ ისტორიაში შედიხარ, რა თქმა უნდა, როგორც რაღაც განსაკუთრებული ფიგურა და შენ დაუვიწყარი უნდა იყოს საერთოდ ისტორიისათვის. აი ეს განცდა, ეს შინაგანი, ასე ვთქვათ, ახალგაზრდული ისეთი ტოლვა იმისაკენ, რომ რაღაც ახალი შეექმნათ და რაღაც ახლით დამტკბარი იყვნენ, ესე იგი თვითონ, ასე ვთქვათ, პოეტებისა და მკითხველის დაეთკბო, რაღაცა ის განცდა ქონდა უეჭველად ქართულ სიმბოლიზმს. სიმბოლისტები ხომ აცხადებდნენ, ბატონო გურამ, რომ აზრი შეიძლება იყოს გაუგებარი, მაგრამ თავისი მაღალი ინტონაციებით მუსიკა უნდა მოდიოდეს წინო. ფორმას უფრო აძლევდნენ პრიორიტეტს, ვიდრე შინაარსს, ესე იგი. მათთვის ესე იგი ეფექტის, ასე ვთქვათ, განცდა მათ ღრმად სწამდათ, რომ უფრო მუსიკაშია, უფრო ასე ვთქვათ, უცნაურობაშია, უფრო ამოცანად, ასე ვთქვათ, მიცემაშია მკითხველისადმი. კრისტალური სიმბოლიზმი და ის ფრანგული სიმბოლიზმის მსგავსი სიმბოლიზმი ჩვენთან არ განმეორებულა, რა თქმა უნდა, მე ამას გულწრფელად ვამბობ, ყოველ შემთხვევაში მე ასე მჯერა. მათში იყო სიმბოლიზმისა და რეალიზმის რაღაცა გარკვეული ნაზავი, იცით? დრო და დრო თვითონ ერთ ლექსიაც კი რაღაცა სიმბოლისტურ რაღაცა რთულ, ასე ვთქვათ, თეორიას ავითარებს, ვთქვათ, ლექსში. და მე ესე იგი რაღაც უნაზესი და უნათლესი რაღაცა გარკვეული დამთავრებს ლექსს. რაღაც იყო, შენარევი იყო რაღაცა გარკვეული სიმბოლიზმისა და რეალიზმისა ქართველ სიმბოლისტებში. მე ასე ვფიქრობ. დავბადებულ ვარ, რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგას უღელი. აი ეს უკვე როგორც ლიტერატურული განაცხადი ტიციანის. ეს უკვე პატრიოტიზმისა და სამშობლოს სიყვარულის განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, განცდა. სიმბოლისტები საოცარი დიდი ერთგულებითა და დიდის გატაცებით უმღერენ სამშობლოს, სამშობლოს სიყვარული, სამშობლოსადმი ერთგულება, სამშობლოს ბუნება და სამშობლოს მშვენიერება საერთოდ მათი პოეზიის თემატიკად იქცა ეს. თუ გაიხსენებ ტიციანს, პაოლოს და ნიკოლაუს, მათი ეს ნათელი ლექსები არის რაღაც საოცრად მშვენიერი და ბრწყინვალე. მათ ესე იგი შესანიშნავად იციან, ისე თითქოს ხარკი მოიხადეს მათ აი ამ სიმბოლიზმის მიმართ, რომ ის ევროპაში ცნობილი იყო, საქართველოს რატომ უნდა ჩამორჩეს, თქვათ ევროპას, არა, რომ ჩვენ ესე იგი კვლავ იმ ტრადიციით ვიაროთ, არა, რაღაც სიახლე შემოვიდა, და აი მათში შემოვიდა ეს სიმბოლიზმის რაღაც ისეთი განცდის აუცილებლობა. აღორძინეს ტრიო
კაბრიოლეტი და სონეტი, ეს ალექსო ფორმები. ესეც ხომ სიმბოლისტებს დაუკავშირდა. ფორმებიც კი სიმბოლიზმს ისეთი საკმაოდ რთული ფორმები აქვს ევროპულ პოეზიას. ისიც რა გაევროპულეს იგი ქართული პოეზია. რაღაც თავისი მოინდომეს, როგორც იმდენად დიდი გიგანტები იყვნენ ის და წარსულში და იქვე ახლო წარსულში თან, რომ იმათ ფონზე დავიკარგებითო და რაღაც შინაგანად თითქოს აი რაღაც ევროპის ასე ვთქვათ ტალღებს მიანდეს თავისი ასე ვთქვათ მომავლის აღტაცებები და სხვადასხვა. კლასიკოსებმა თუნდაც ვთქვათ აი ამ სიმბოლიზმისა, მათ შექმნეს რა თქმა უნდა სიმბოლისტური ტიპის ლექსები, თვითონ გალაქტიონშიაც თქვათ არის სიმბოლისტური ასე ვთქვათ ბუნდოვანება, სიმბოლისტური რაღაც ისეთი არაამქვეყნიური განცდის რაღაც საოცარი ესეთ მშვენიერების გადმოცემა. გალაქტიონი ადვილად აღსაქმელი პოეტი არ არის. გალაქტიონშიაც არის უეჭველად. აი თუ კი მე მკითხავენ, აი რაფინირებული სიმბოლისტი ვინ იყო, მე მათ უპასუხებ რომ გალაქტიონი იყო. არტისტული ყვავილების გამო, ხო? არტისტული ყვავილები, ეს არის აბსოლუტურად სიმბოლისტური ტიპის, თან კლასიკური სიმბოლისტური სკოლის გამოვლენა. გალაქტიონმა თავისი ბუნებიდან გამომდინარე ყველაზე ადვილად შეითვისა. გალაქტიონმა შეძლო ის, რომ აი სიმბოლიზმის რამოდენიმე ტიპი შექმნა ჭეშმარიტი კლასიკური ესე იგი სიმბოლიზმისა. ქართული კულტურული სივრცე როგორ აისახა ტიციანის პოეზიაში? ტიციანისათვის სამშობლო და ეროვნული განცდა და ეროვნული სიყვარული თავისთავად ძალზედ გამძაფრებულია და თუ ვინმეს უყვარს თავის სამშობლო ერთი, ესე იგი ტიციანის არის უპირველეს ყოვლისა. შესანიშნავი ლექსები ტიციანისა, უკვე რეალისტური, მე ამას ვამბობ. ესე იგი, სადაც სამშობლო არის ნახსენები, სადაც სამშობლოსადმი არის მიძღვნილი, სადაც რაღაც შინაგანი ტკივილების გამოხატულება, სადაც ფიქრია საერთოდ ყოფიერებაზე, სიკვდილსიცოცხლის პრობლემებზე. გარკვეულად ესე იგი, აი აქ არის ტიციანი რაღაც განუმეორებელი და ღრმა და საოცრად საინტერესო. ესე ტიციანში დუხს ის ქართული ტკივილი, რომელიც აი სამშობლოს მიმართ არის ხოლმე ყოველ ასე ვთქვათ ჭეშმარიტ ქართველში, კლასიკოს ქართველში. მას თავისი სტილი აქვს, თავისი განსაკუთრებული ასე ვთქვათ მუსიკა აქვს. განსაკუთრებული ესე ვთქვათ ჰორიზონტი აქვს რაღაც ხილვებისა. არ შეგეშლება არასოდეს ვთქვათ ტიციანისა და პაოლოსი და ვალერიანის ლექსები ერთმანეთში. ყველას თავისი განსაკუთრებული ფორმა და განსაკუთრებული ესე ვთქვათ სურნელი დაждდებს აი პოეზიას. ტიციანში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძლიერია რა თქმა უნდა მის სწრაფება და სურვილი სიმბოლისტად ყოფნისა. ტიციანის შემოქმედებაში ძალზედ მნიშვნელოვანია პერიოდი სიმბოლისტური, თუმცა კი მისი პოეზიის დიდებისა და მშვენიერების, ასე ვთქვათ, მაგალითი, ეს არის მისი რეალისტური ლექსები. ჩვენ მოვახდინეთ ქართული ლექსის რეფორმა და ეს შევძელით ჩვენი მაღალი კულტურული დონით, ჩვენი გემოვნებით და ჩვენი ღრმა სიყვარულით სამშობლოსადმიო იგონებდა კოლაუ ნადირაძე. როგორი გამორჩეული იყო ტიციანის ხმა? მე ხშირად მქონდა ხოლმე შეხვედრა ბატონ კოლაუ ნადირაძესთან. ჩვენი შეხვედრები აი სწორედ სიმბოლიზმზე და მისი პერიოდის პოეზიაზე იყო, იმ პოეტებზე იყო საუბარი, რომელთა მოგონება მაშინვე ცრემლს აღზრავდა ხოლმე და ის ცრემლი ჩამოსდიოდა ხოლმე ტიციანსა და პაულოს რო ახსენებდით. აქვს ტიციან ტაბიძეს წმინდა სიმბოლისტური ხასიათის ლექსები. წაიკითხავ მას და იფიქრებ იმაზე, რომ ესე იგი, აი, ყავს კიდევ ერთი სიმბოლისტი, რომ ჩვენ, ვთქვათ, ევროპული სიმბოლიზმის რაღაც გარკვეული ნაწილი ვართ, თუნდაც ჩვენ არ ჩამოვრჩით ევროპას. ტიციანში ეს სიმბოლიზმი იყო, უნდოდა რომ ესე იგი, ეს წრე, რომელშიც ის იყო და რომელთაც ცისფერყანწელები ერქვათ, რაღაცით ორიგინალური ყოფილიყო აუცილებლად. აღარ დამსგავსებოდა მე-19 საუკუნის კლასიკურ ლიტერატურას, რომ როგორმე დაშორებოდნენ აი იმ კლასიკას და გარკვეულად ასე ვთქვათ თავისი სახელი პოეზიაში ჩაეწერათ როგორც ორიგინალურ პოეტებს, რომელთაც ესე იგი ტრადიციას კი არ მისდიეს, აი მსოფლიო პოეზიის, აი დიდ და მნიშვნელოვანი ლიტერატურული სკოლის ადეპტებიც გახდნენ. მათი ყოფიერებაც ესე იგი თავისთავად რაღაც სიმბოლისტური იყო. ლექს რომ კითხულობ, ის შემოდის არა სინათლით შენში, არამედ შენ უნდა ამოიცნო მასში, რას გულისხმობს ესე იგი სხვადასხვა ასე ვთქვათ დეტალების დასახელებით, თავისი მუსიკით, თავისი განცდებით
ნიშნებით, თავისი თხრობით, თუნდაც სიმბოლისტი ცოტა რთულად აღსაქმელია. დიდებული იყო ეს ლიტერატურის სკოლა, რომელმაც გამოაცოცხლა ქართული ლიტერატურა. რადგან ბუნებით პოეტები იყვნენ, აი იქაც ივარგეს აშკარად, იქ ივარგეს, მაგრამ მერე დროთა განმავლობაში და არა მაინცსა და მაინც ესე იგი იმ ხელისუფლების გარკვეულ ასე ვთქვათ კრიტიკულ დამოკიდებულებაში მათთან და იძულებულები იყვნენ რომ აღარ ყოფილიყვნენ სიმბოლისტები და რეალიზმზე გადავიდნენ. რეალიზმი მათი აკვანი იყო. 1927 წელი. დასჯის მოლოდინი აქვს ტიციანს. მანამდე ქალიშვილს ეტყვის არასოდეს შეგრცხვება ჩემი სახელის ხსენებისო. ოქტომბერში დააპატიმრებენ. ღამის 3 საათზე. ამ დროს საძინებელში საათი გაჩერდება და მერე აღარასოდეს ამუშავდება. ერთ ღამეში გაჭაღარავდება მეუღლე. ის რაც მაშინ ტიციანის თავს მოხდა ბატონო გურამ. რა იყო ქართული კულტურული ცხოვრებისთვის, ქართული ლიტერატურული ცხოვრებისთვის? ეს იყო ის კოშმარი, ესე იგი რა კოშმარის იმ პერიოდის საერთოდ საქართველოს გაიარეს იმ ადამიანებმა, რომელნიც ცნობილნი იყვნენ თავისი პატრიოტიზმით, თავისი სამშობლოსადმი სიყვარულით, თავისი წმინდა და კეთილშობილი, ასე ვთქვათ, გულითა და სულით. ისინი ამაყათ ესე იგი ეთაყვანებოდნენ ქართულ სიტყვას, ეთაყვანებოდნენ ქართულ წარსულს, ეთაყვანებოდნენ დამოუკიდებელი საქართველოს აი იმ საოცარ ლამაზსა და შესანიშნავ ისტორიას. და ეს არაპატიეს ტიციანისა და პაულოს აი ასეთი ბედის წერა განა ლოგიკურია საერთოდ. რატომ? იმიტომ რომ ის ესე იგი შენ არ გაქებს მსხვერპლი. ტიციან ტაბიძეც იყო ეს ახალგაზრდა დატვირთული და ტალანტითა და საოცარი ნიჭით ესე ვთქვათ აღსავსე ახალგაზრდა, რომელსაც შეეძლო დიდებულად გაეგრძელებინა თავისი ესე იგი ლიტერატურული ცხოვრების გზა, იქცა აი ვიღაცის კაპრიზების მსხვერპლი. დავკარგეთ ადამიანი, დავკარგეთ მისი სხეულიც კი დავკარგეთ. რა საოცარია მაინც ეს იგი ლექსები რო გაცოცხლებს არა, რო ლექსები რო არ დაავიწყებს შენს თავს არავის. შენი საფლავი ლექსიც არის, შენი ძეგლი ლექსიც არის. ამ ლექსში ესე იგი ჩანხარ თავიდან ბოლომდე, ვინ ახარ და რა ხარ. შეყვარებულია ქართველი მკითხველი, ვინც მართლა კითხულობს ესე იგი ლექსს და ვინც კითხულობს ლიტერატურას. ტიციან ტაბიძეზე თქმა აუცილებლად იწვევს საოცარ სევდასაც და საოცარ სიამაყესაც, რომ აი ესეთი პოეტი ყავდა ჩვენ, ასეთი ძლიერი, ასეთი რაღაც ზეცამდე ატანილი სულით, აი ასეთია ჩვენთვის ტიციანი. ტიციანს მიხაკი უყვარდა და მისი დაპატიმრების შემდეგ თურმე მეყვავილეებს ყოველთვის მიჰქონდათ ოჯახში. ოჯახი ელოდა. მხოლოდ 1955 წელს შეიტყვეს, რომ 1927 წლის დეკემბერში დაუხრეტიათ. საფლავი არ არსებობს. და მაინც, ბატონო გურამ, ხომ შეუძლებელია, რომ ტიციან ტაბიძეს უიღბლო პოეტი უწოდოთ? არავითარ შემთხვევაში ეს იყო იღბლიანი პოეტი მარადიული პოეტი საქართველოსათვის. ტიციანის ხსენება, ტიციან ტაბიძისა რაც კიდევ სხვა, ასე ვთქვათ, განცდასა და სხვა სულიერ თრთოლვას იწვევს ხოლმე რაღაც ქართველში. აი ტიციანი, ანუ ნაღდი სულიდან ამოსული ლექსები. სრულდება ჩვენი დღევანდელი გადაცემა, კიდევ ერთხელ მადლობა მონაწილეობისთვის. ტიციან ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის თავს ეძღვნებოდა დღევანდელი ლიტერატურული პანორამა. საუბრობდით იმაზე, რას ნიშნავს ბედნიერება მისცე ლექსებს და რას ნიშნავს საქართველოს გედგა სუღელი. მომავალ შეხვედრამდე.